რატომ დაიხურა პირველი ტავტასიური ოფიციალური ცნობით არხმა მაუწყებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დია ჭანტურიას გადაწყვეტილებით შეაჩერა. მესამე არხად წოდებული პიტი ჟურნალისტები დია ჭანტურიას უპირისპირდებიან და მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სახელზე პეტიციას არზავნიან. გარდა ამისა, მათთვის რაუბრებარია სადღაც 2 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გავლით პირს უნდა მიეღო. ამ გაურკვეველ ვითარებაში ჭანტურია აცხადებს, რომ კომპანიისთვის მაუწყებლობის შეწყვეტა ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ თავად პიტის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ფარულავამ მოითხოვა. 14 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ტელევიზიის თანამშრომლები დღეს სამსახურის გარეშე დარჩნენ. ტელეკომპანია პიქს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელშეკრულება შეუჩერა. კონტრაქტი დაირღვა, ასე აცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები და ჩვენ ეთერში აღარ გავდივართ. სატელიტზე სიგნალი აღარ არის ჩვენი და შესაბამისად ტელეკომპანია პიქის თანამშრომლები, სადღაც 400 ადამიანი არის დათხოვილი. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია პიქთან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე არ შეწყვეტდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მაუწყებელის ხელმძღვანელობა პიქის მიერ ერთ-ერთ სატელიტზე თვითნებურად სიგნალის მიწოდებამ და რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტების პროტესტმა გაანაწყენა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრება ის კონტენტით შინაარსიც, რასაც ხედავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის მაყურებელი. ამ კონტენტის გამოყენება ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ შიდა საწარმოო დავაში საკუთარი პრეტენზიების გამოსახატავად კატეგორიულად დაუშვებელია. დია ჭანტურიას ამბრალდებებს გაუგებარს უწოდებენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ ტელეკომპანიის ჟურნალისტები. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ჭანტურიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. თუ სამეურვეო საბჭო სათანადო რეაგირებას არ მოახდენს აღნიშნულ ფაქტზე, მაშინ ჩვენ გაგვიჩნდება სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონი გია ჭანტურიას მიერ დეკლარირებული ცენზურა იყო შეთანხმებული სამეურვეო საბჭოსთან ან თანხმედრაშია მათ მოსაზრებებთან. არხის ჟურნალისტებს კითხვები აქვთ ასევე საკუთარ ხელმძღვანელობასთან. როგორც ირკვევა ალექსანდრე ფარულავამ, არხისთვის ხელშეკრულების შეჩერების ინიციატივით გია ჭანტურიას თავად მიმართა. მე პირადად დავსვი შეკითხვა ბატონ ალეკოს ვკითხე, რომ რატომ გაუადვილა მან პირველ არხს ამ არხის დახურვა და რაზეც ბევრი მსჯელობს დღეს საზოგადოებაში და ბევრ კითხვას სვამს, რატომ მოხდა ეს ასე. სამწუხაროდ მე მკაფიო და ერთნიშნულოვანი პასუხი ამაზე ვერ მივიღე. ტელეკომპანიის 400-მდე თანამშრომელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გია ჭანტურიასთვის უნდობლობის გამოცხადების პეტიციით მიმართა.